ექსპერტები განგვიმარტავენ, თუ რა ტიპის ბაღშამია, რომელიც იმართება ხოლმე შეერთებულ შტატებში გაეროს ასამბლეის შემდეგ და სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები, რადგან დღეს შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ მიხეილ ყაველაშვილი საავახშმოდ არ ჩასულა, თუმცა ეს არ ნიშნავს ტრადიციულ ბაღშამს, ეს არის ტრადიციული მიღება, როცა მსოფლიო ლიდერები ერთი მაგიდის გარშემო სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ და როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, ამ შეხვედრაზე მათ განიხილეს მათ შორის რეგიონის საკითხები, ისე რომ საქართველოს წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ან დელეგაციის სხვა წევრი იმ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საბოლოოდ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები უკვე აღარ მიიჩნევენ ერთგულ პარტნიორად საქართველოს ხელისუფლებას, რის გამოც აღარ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ მასთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი გლობალური პოლიტიკის საკითხები და შესაბამისად ეს არის დასტური იმისა, რომ ქართული ოცნება განიცდის განგრძობად იზოლაციას, ისე რომ ამ პროცესის უკან შემოbrunება თუ ურთიერთობის დალაგება მას უკვე აღარ შეუძლია. არაოფიციალურ ამბებზეც აღარ გვეპატიჟებიან. თუ კი მანამდე ესეთი არაოფიციალური მოვლენები, როგორიც არის ვახშამი, რაღაც კოქტეილი და ასე შემდეგ, ითვლებოდა, რომ იყო ეგრეთ წოდებული უკანა კარის შესაძლებლობა. როდესაც ასეთ რამეზეც აღარ გეპატიჟებენ, ისმის შენს უბრალოდ ხილი ჩაიქნიეს. ესეთ მდგომარეობაში არის პუტინი, ესეთ მდგომარეობაშია ლუკაშენკო, ესეთ მდგომარეობაშია მაგალითად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. ყველაზე უფრო საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაიმე ღონისძიება გამართულიყო ნატოს ეგიდით, რაიმე ღონისძიება, არა თუ ამ ხელმოვლენა და იქ საქართველოს არ ყოფილიყო. მათ მოახერხეს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურად გაგვაქრეს, არამედ სამწუხაროდ სამხედრო რუკიდანაც გაგვაქრეს. ამ შეხვედრაზე ყაველაშვილი რა თქმა უნდა არ იყო არანაირად დაპატიჟებული, არ იყო დაპატიჟებული არც ქართული დელეგაციის სხვა რომელიმე წევრი და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად დაბალ დონეზე არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა საგარეო გერმანიის ელჩთან მიმართებით, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროიზოლაცია ღრმავდება და ქართულმა ოცნებამ თავიდან ბოლომდე რუსული დღის წესრიგი აირჩია, რომლის მიზანი არის საქართველოს ჩახსნა ევროპისგან, შეერთებული შტატებისგან.